შემოგვიერთდა ნაძალადევში მდებარე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მკვლელმსახური დეკანოზი ირაკლი გენგებაშვილი. დილომშვიდობისა მამა ირაკლი. დილომშვიდობისა მოგესალმებით. დიდი მადლობა რომ მოგწადეთ. მადლობა მოწვევისთვის, გილოცავთ წმინდა იოანე მოწყალის ალექსანდრის პატრიარქის ხსენებას და გისურვებთ ერთმანეთს დაგასწროთ და გაგაძლიეროთ უფალმა ღმერთის სამშობლოს და ერთმანეთის სიყვარული. დიდი მადლობა ჩვენს გილოცავთ დიდი სიყვარულით და სწორედ წმინდანის შესახებ უნდა ვისაუბროთ დღეს ჩვენს გადაცემაში წმინდა იოანე მოწყალეს ალექსანდრიელი პატრიარქის შესახებ. მოწყალებასაც ბუნებრივია რა მნიშვნელობა აქვს ამის შესახებაც ვისაუბრეთ ჩვენი გადაცემის მსვლელობისას და რამდენად დიდი როლი აქვს მოწყალების გაღებას, მოწყალებას სიკეთის კეთებას, ორადად მართლმადიდებელი ადამიანის ცხოვრებაში, მთელი ცხოვრების განმავლობაში. პირველ რიგში რომ გავიხსენოთ, ვინ იყო წმინდა იოანე მოწყალე, საბედნიეროდ ბევრი ცნობა გვაქვს, მე-7 საუკუნის მოღვაწეზე საუბარი და მეტი დეტალის შესახებ მისი ცხოვრებიდან მნიშვნელოვან დეტალებზე რომ ვითხრათ და ვუთხრათ ჩვენს მაყურებელს. დიახ, უდიდეს პიროვნება ბრძანდებოდა პატრიარქი ალექსანდრიის იოანე ეკლესიაში შემთხვევით და რა თქმა უნდა ზედმეტად არავის არ აწოდებს, არ ანიჭებს ზედ წოდებას, როგორც მიცხოვნა გამომდინარე, მას ეკლესია მიენიჭა შესაბამისი თიკუნი მოწყალე და ამით მე მგონი ძალიან ბევრი რამეა ნათქვამი და ძალიან დიდი მოღვაწე ბრძანდებოდა. პირველ რიგში მიცხოვდა რამოდენიმე გამოვარჩევით ეპიზოდი, თორე ძალიან დიდი მოცულობისაა მადლობა ღმერთ, ღმერთს ფლად შემოინახა ჩვენ დროდე მის ცხოვრება. კერძოდ იგი 15 წლის ბრძანდებოდა, დაიბადა იგი კვიპროსის თავრის ოჯახში, მიიღო ძალიან კარგი განათლება. 15 წლის იყო, როცა მას გამოეცხადა ძილში ულამაზესი ქალწული, რომელმაც უთხრა, რომ იგი ზეციური მეუფის უფროსი და უსაყვარლესი ქალიშვილია, თუ მასთან მეგობრობას გადაწყვეტს, აღუთქვა პატარა იოანეს, რომ იგი მას წარადგენდა ღვთის წინაშე და თავისთან სიახლოვეში ამყოფებდა. როცა გამოფხიზდა იოანე, მიხვდა, რომ ეს უფროსი ქალიშვილი მეუფის იყო სწორედ სათნოება, გულმოწყალება და გადაწყვიტა მან, რომ ახლა გულმოწყალება ამხელა უმაღლეს სათნოება ღვთის წინაშე, გადაწყვიტა თვითონაც გულმოწყალე ყოფილიყო. მაგრამ მაინც ეჭვები თითქოს არა სუღრინდა, რამდენად ეს ხილვა ღვთისაგან იყო, ნეშმაკი ხვარდი ატყუებდა და იმავე დილას, როცა მიგზავნებოდა ტაძარში ამ ფიქრებით გარემოცული, შეხვდა გლახაკი, რომელმაც მას დახმარებას თხოვა, ნახვრეთშიშველი იყო და იოანეს არ აღმოჩნდა თანხა ჯიბეზე და მისი ზედა შესამოსელი გაიხადა, ჩააცვა და როცა გავში ფიქრობდა, რომ ამდენად კარგად მოიქცა და მართლაც არ მისულა ტაძრამდე, ძალიან მოკლე მანძილზე იყო ტაძარი, მასგან შეხვდება უცოდ უცნობი ადამიანი, რომელიც მას მისცემს ქისით გარკვეულ თანხას, ოქროს, აი ეს ჩემო მეგობარო, შენ პირადი საჭიროებისთვის გამოიყენე და მაშინ დარწმუნდება იოანე, რომ ეს ღვთისგან იყო და გადაწყვიტა, რომ მთელი ცხოვრება მოწყალე ყოფილა და აი ამ სათნოებას დაისახავს ვიცხოვრის უმთავრეს მიზნად, რომ თავის ცხოვრებაში განეხორციელებინა. შემდეგ როცა ალექსანდრის პატრიარქი ალექსანდრის საპატრიარქო ტახტი დაქვრივდა, მან ძალიან დიდი სასულიერო მოღვაწეობა გააღწია, მანამდე იყო დაცოშვილებული, გარდაეცვალა ცოლ-შვილი, შემდეგ ბერად აღიკვეცა, დიდი სახელი ქონა თავის სულიერი ცხოვრებიდან გამომდინარე და ყველამ ერთხმა თხოვა იმპერატორმაც და სასულიერო დასმაც, რომ მიეგო პატრიარქობის უღელი. თავიდან თავდებლობის გამო უარს ამბობდა, შემდეგ მოუწევდა დათანხმება, შეუდგა მოღვაწეობას ეს რთული პერიოდი ეკლესიისთვის, ამ დროს ეკლესიას აწუხებდა, ებრძოდა ძალიან ჩამოყალიბებული დიდი მწვავე, რომელსაც მონოთელიტური ერესი ქვია, იმასაც ახერხებდა იოანე, რომ ამ ერესთან ბრძოლასთვის გამოეყენო თავის საპატრიარქო ტახტი, ასევე დიდ სულიერ მოღვაწეობაში იყო, მარხვაში, ლოცვაში, ზრუნავდა მრევლის თავის სამწყოს ზნეობრივ ცხოვრებაზე, სასულიერო და სრულყოფილ მსახურებაზე, მაგრამ არასოდეს არ ივიწყებდა თავის არჩეულ გზას გულმოწყალებისაკენ და მოწყალების სათნოებისაკენ სვლას. ერთ-ერთ პირველად მან გააკეთა საპატრიარქო ტახტზე აღსადებისას დაავალა იკონომოს, რომ მის ქალაქში მყოფი ყველა გლახაკი სია ჩამოეწერათ, აღერიცხათ 7500 კაციანი შემონახული ეს სია გაკეთა და პატრიარქს ლოცვა-კურთხევით ყოველ დღე ეს გლახაკები ეკლესიის ქონებიდან პურდებოდნენ და ნუგეშ პოულობდნენ. ასევე თავადაც ხვდებოდა, ხო, მოთხშებაც და ნახეთ მარტო ის გასაცემი არ მოწარსებოს ხორცელი მოწყალება, არსებობს სულიერი მოწყალებას, დიახ, მისი თქმა მინდოდა, რომ მას წესად ქონა ყოველი კვირის 4 პარასქევს იგი ეკლესიის კართან დაბრძანდებოდა და მთელი დღის განმავლობაში იღებდა სვენელებს, მათ გაჭირებას ისმენდა და ყველა შეძების დაგვარად ეხმარებოდა. ასევე წესად ქონა კვირაში 3-ჯერ მაინც სნეულებს თვითონ მოიხილავდა, თვითონ მას მსახურებას გასცევდა და ძალიან დიდი სულიერი პიროვნება ბრძანდებოდა. ერთი ესეთი ფაქტიც არის, რომ
ჩვენგან ნამდვილი განსხვავებული როგორი მოწყალების სათნობა გვაქვს შენდობას ვითხოვ ახლა ვისაც ესეთი აქვს მე არა მაქვს და იმიტომ ვიძახი რომ ერთხელ გლახაკი შემოხდა იოანეს და სთხოვა დახმარება და 6 ვერცხლის მონეტა მის შემდეგან გლახაკმა გამოიცვალა ტანსაცმელი და კიდევ გზაზე დახვდა იგივე რა თქმა უნდა მიხვდა პატრიარქი მაგრამ მაინც კიდევ მინდა 6 მონეტა როცა კიდევ იგივე გაიმნო რა გლახაკმა გლახაკ გონებულმა მე-13-ას გამოიცვალა და დახვდა უკვე მის მსახურებმა მიუთითეს რომ იტყვებაო და მაგრამ პატრიარქმა შეაჩერა იქება და ქრისტემ ცდისო და მაინც მის ამას უკვე 12 მონეტა და ამით ფაქტურად აი მის უსიწყვილობას თავის გულმოწყალს გადამდა და შემდეგ შენდობა ითხოვა ამ პიროვნებამ. დიახ, მას ასევე ერთხელ უთხრეს რომ კარგად ჩაცმულებიც მოდიანო დახმარების სათხოვნელადო და ამ შემთხვევაში როგორ უნდა მოვიქცეთო. დიახ. და უპასუხა რომ სახეში არ უნდა შეხედაო შენ როდესაც მოდის ადამიანი მოწყალების სათხოვნელად. აი ძალიან ბევრი მასწავლებელია ჩვენთვისაც ქრისტიანებისთვის წმინდანების ისტორიატომაც ინახებოდა მათ ცხოვრებას გადმოგვეც ამდენი საუკუნე ჩვენ სამწუხაროდ გამსხავდებით დამოკიდებულებით ხომ ჩვენც მოგდის ხოლმე ხშირად რომ შეხედავ რომ ხა ამას ვარჩევთ ვის დავეხმაროთ ვის არ დავ თუ ახმაროთ რა თქმა უნდა საერთოდ ზოგჯერ მაშინ გამჯით ხოლმე რომ ის ცუდად გამოიყენებს ამ იტყვი ახლა მილიონს აძლევ რაღაც თითო კაპიქზეს და ასე არ არის სწორი თორე ივანეს განსწავლოთ რომ ქრისტეს ჩვენთვის არ უსწავლებია რომ ვის უნდა დაეხმარო და რატო უნდა დაეხმარო შენ თუ ქრისტეს შვილი ხარ და მის სათნობას გინდა მიბაძო უნდა დაეხმარო განურჩევლად განკითხვა განჯეს არ არის ჩვენი საქმე სახეში როგორც სწორად მართებლად გაიხსენეთ მის სიტყვებია რომ სახეში არც უნდა შეხედო თუ ვის ეხმარო შემხოლოდ ხოლოდ გაიცი რადგან შესას კი არ გასცემ საოცარი ახსნავს შენ ქრისტესაც გასცემ და ქრისტეს კი არ დაელევა ქონა ყველაფერი რაც კი გვეძლება ჩვენ უფლისაგან გვეძლება და მართლაც ის უხვად გასცემდა მოწყალებას ყოველთვის და როცა ხაზინა დაცარიელდებოდა კეთილი ადამიანის მეშვეობით ისე პირთამდე ისებოდა არასოდეს ალექსანდრეს ეკლესიას არ დაკლებია წყალობა და უხვის შესაწირავი გამცემი ხელი არასდროს რჩება ცარიელი და კიდევ ერთი ეპიზოდი დავმახსოვრდა განსაკუთრებით იოანე მოწყალის ცხოვრებიდან ბუნებრივია მისი ესეთი დიდი მოწყალება სიკეთე შესაძლებელია რომ აღძრავდა შურს თქვათ და ამ შემთხვევაში საერო ხელისუფლებისგან ერთ-ერთი საერო ხელისუფლისგან წამოვიდა ცოტა ისეთი არასასიამოვნო და იოანე მოწყალის პასუხი იყო ასეთი რომ მზე ჩადის მოდი შევრიგდეთ ხო? დიახ ესეც იყო რა თქმა უნდა სათნოებით შემკობილ ადამიანს ყოველთვის მტერი უჩნდება როგორც თავად ანუ იმავე დღეს დიახ და თუ როცა თუ მას ეს სათნობა ღვთისაგან აქვს აუცილებლად ამ მარტო ერთ სათნობით ვერ იქნება ქრისტიანი მარტო ერთი ბაირაღივით მას აუცილებლად ამკობს სხვა სათნოებას როგორც ამ შემთხვევაში გამოჩნდა მისი სიმდაბლე მისი მიმტევებლობა როგორც გაიხსენე და თვითონ დაასწრო მის შეურაცხყოფს პულპატიონყოფას შენდობის თხოვნა და მამან დიდი ნაყოფი გამოიღო ასევე ესეთი ფაქტია როცა აღზიანებდა მამას მის ესეთი ღვთისმოსაობა პირადად ვერაფერს ვეუბნებდა და ერთ-ერთმა დიდებულმა იერიშმიტანმა მის ახლონათისავზე და მას შეურაცხყოფა მიაყენა და დიდად დასტანჯა დაამცირა. დიახ და ამ ნათესავმა მიმართა ეძურებულმა დაჩაგრულმა იოანეს და ხალხთან წინაშე მოუთხრო მის ესეთი დაუმსახურებელი შეურაცხყოფა ამ პიროვნებისგან და მართლაც იოანემ უთხრა რომ მე ხლა ისე მაგაზ ისე შურს ვიძებ რომ მთელი ალექსანდრია გავკვირდებაო და მართლაც ყველას გაუკვირდა ახლა წინა პატრიარქს სიტყვები მაგრამ მართლაც ისეთ საქმე მომეკვდა ყველა გააკვირვა კერძო დაიბარა მეორე დღესო მისი ნათესავი შეურაცხყოფელი და უთხრა რომ მას ათავისუფლდა საეკლესიო გადასახადებიდან და ამით პირიქით წყალობა უყო და ეს იყო მისი შურის ძიება და ამ ძალიან დიდი დადებითი შედეგი გამოიღო რა თქმა უნდა შენდობა ითხოვა პიროვნებამ იოანესაგანაც და მისი ახლო ნათესავისაგანაც და ყველაფერი თვშიდათ მოგვარდა. დიახ, ძალიან ბევრია ისეთი ეპიზოდი იოანე მოწყალის ცხოვრებიდან, რაც დღევანდელ ქრისტიანს შეიძლება კონდეს სახელმძღვანელო. თქვათ, რამდენად მნიშვნელოვანი არის მოწყალება და ჩვენ ვიცით ზოგადად, რომ მოწყალება არის ერთ-ერთი უდიდესი სათნოება ღვთის წინაშე, აი, თქვათ, გარდაცვალებული სახელზე გაღებული მოწყალებაც რამხელა მადლი არის და ზოგადად ადამიანისთვის, მაგრამ სამწუხაროდ ყველას არ შეუძლია ესე უშურველად გაღება და ალბათ აი ეს ეპიზოდები, რაზეც თქვენ ისაუბრეთ, ბევრისთვის არის მასწავლებელი, თქვათ, აი როგორ შეიძლება, რატომ უნდა გასცე მოწყალება და ის რომ გამცემი ხელი არასდროს რჩება ცარიელი. აი დღევანდელ დღეს, აი ყველაზე მეტად რა პარალელებს გაავლებდით იოანე მოწყალის ცხოვრებიდან და რა უნდა გავითვალისწინოთ თანამედროვე ქრისტიანებმა? დიახ, ძალიან კარგი შეკითხვა არის. პირველ რიგში ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ მოწყალეს სათნობა ზოგადად მოწყალებაზე ვსაუბრობთ ამ შემთხვევაში ადამიანის სულიერი მოთხოვნილება უნდა იყოს, მაგრამ სანამ მოთხოვნილება გახდება, უნდა ერთგვარად ვალდებულებად იჩინოს ყველა ქრისტიანმა. სამწუხაროდ, აი ჩვენ გვავიწყდება მრავალი მამათა შეგონებანი, კერძოდ რომ როგორც ცოდვა არის ბოროტების ქმნა, ასევე ცოდვა არის სიკეთის არქმნა.
და დღევანდელ თანამედროვე ქრისტიანულ ცხოვრებაში, ეკლესიურ ცხოვრებაში, სულიერ ცხოვრებას ნაკლებად დავარქვენ, შეინიშნება ასეთი ფაქტი, არც თუ იშვიათად, რომ მრევლის წევრებიც მაგალითად ღვთის მადლით, რა თქმა უნდა, ღვთის შემწეობით, ღვთის დახმარებით რაღაცნაირად ჩამოყალიბდებიან მრევლად, თუ აქტიურად დადიან ეკლესიას წელიწადზე რეგულარულად, აღსარებას ამბიან ეზიარებიან და ეს მათთვის არის უკვე მაქსიმუმ სულიერი ცხოვრების. აი ამის იქით აღარ ცდილობენ რომ სულიერი სათნოები შეიძინო და ეს რა თქმა უნდა არასწორია. ეს ვერ მოუტანს ვერცად ადამიანს ცხოვრებას. რა თქმა უნდა ეს ძალიან დიდებული ხა ბევრთან ესეც თანატრელი მდგომარეობა სამწუხაროდ ჩვენი საზოგადოება მაინც ურწმუნოა, მაგრამ აქ არ მთავრდება შენი სულიერი განვითარებას კარგად უნდა გაიგოს ყველამ. რადგან ჩვენ გვახსოვს მოციქულის უნდა გვახსოვდეს მოციქულის სიტყვები რომ სარწმუნოება თვინიერ საქმეთა მკვდარ არს. ღმერთი აუცილებლად მოგთხოვს ჩვენ საქმეებს. როგორც ისე მოციქული პავლე დააზიანს რომ უფალი გვეტყვის რომ მაჩვენებენ საქმენი შენი სარწმუნოებისაგან შენისა. ან მაჩვენეს სარწმუნოება შენი საქმეთაგან შენთა და მარტო ჩვენი წმენა ეს ცოტა კი არა ეგოიზმს ემსგავსება უკვე იკეტება სულიერად ასეთი ადამიანი და ძალიან მარტივად ჩვენ ამას ვატყობთ ხოლმე რომ ხანდახან მათთამი მზრუნველობის გამო, დიდაქტიკის გამო, მოძღვრების გამო, აი საკმარის ასეთ ადამიანს თუნდაც ერთი დღე უარი უთხრა ზიარებაზე. აი შეიძლება საშინლად მოიქცეს. სად არის მორჩილება, სად არის მოთმინა, სად არის იმ წუთას გამოჩნდება რომ ის სულიერი ეგოიზმით გამსჭვალული ეზიარება ქრისტეს და ეს მას მინიმუმ სარგებელს ვერ მოუტანს, მაქსიმუმ ჯვარზე სასჯელიც მოუტანს. ამიტომ ეს არ არის ქრისტიანობა. რა თქმა უნდა არ დაიკარგება ღვთის წინაშე არჩენი აღსარება სინა როგორც გენა იყოს ხარისხენ უხარისხო არც ლოცვა არც მარხვა არც ზიარება მაგრამ ჩვენ საუბრობთ ცხონების საქმეზე ეყოფა კი ეს ყველაფერი ცხონებას რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ღვთისგან არის აი შენი რა არის რაც ღვთისაგან მოგეცა ის როგორ ამუშაკი აქედან ჩას უკვე შენი გაკეთებული საქმე და ამიტომაც ქრისტიანი ვალდებულად უნდა თვლიდეს თავს რომ მოწყალება გასცეს რაც ჯერჯერობით რახან ამ სათნოზე საუბრობთ უნდა და მithოდეს ეს პრობლემა არ არის დღეს გაჭირებული ადამიანის მეტი რა არის თუ ესე დალოცვილი ადგილდა ცხოვრობ ერთმა გაგახაროს ყველა ვინც გენაყოს რომ ახლო მახლო არ არის ეკლესია ხო არსებობს შენ გამონახა როგორ შევა ნათესაობაში გაჭირებული არ ყავდეს ახლობაში გამორიცხულია შენ უნდა მოინდომო ეს შენ უნდა გადაწყვიტო რომ შენ ცხოვრება ჭიდაო და უცბად ღმერთი დაგეხმარო ამის გარეშე ჩვენ ვერაფერს სარგებელი ვერ გექება ჩვენ ცხოვრდებით არა იმით რას არ ჩავდივარ ჩვენ მაინც აქცენტირებული ვართ ხა მარხვა დაიწყება ესეც კარგია დასაწყისი ეტაპი რომ ეს არ ჩავიდნენ ის არ გავაკეთო აგერიანით არ შევწოდე გონებით არ შევწოდო იქემას მე საკვებზე სამარხო არ შემომეპაროს უმარხო პეჩენი არ იყოს ამაზე აქცენტირებული თერე ჩვენი რესურსი გონებრივი თუ სულიერ გადის ამაზე არ არის ეს სწორი ჩვენ ცხოვრდებით არამედ რას არ გავაკეთეთ რას გავაკეთებთ და უნდა დაფიქრებული იქემა მარხვაში განსაკუთრებით უნდა ვაკეთოთ სიკეთე უნდა ვაკეთოთ რა თქმა უნდა მოწყალების საქმე და ამაზე კარგად დიდებულად იესო ქრისტე მათეს მახარებაში საუბრობს ღმერთს სწორად ვერან ვერ გვეტყვის და სრულყოფილად როცა საშინელი სამჟავროს ეპიზოდია მათეს ახარებაში გახსოვთ როცა უფალი აღადგენს აი ცხოვრების და თიკნების ეპიზოდი რო როგორ ეტყვის რომ შიშველი ვიყავდა შემოსეთმე, შიერი ვიყავდა მაჭამეთმე, ცნეული ვიყავდა მოხედეთმე. იქ არსად არ ახსენეს მაცხოვარი დიახ რომ რამდენ რომ ლოცულობდი, რომ არხულობდი, რომ ეზერდგანა მნიშვნელობა მას არ აქვს, ეს თავისთავად, მაგრამ ამის იქით რა გაქვს და ამას მოთხოვს ადამიანს, ანუ შენი საკეთებელი და ვინც ამას აკეთებდა, საოცრად შეამყოს ღმერთი ღმერთთან მოგვასწინო ჩვენც მისი კურთხეული ტკბილი მაცხოვრის სიტყვები რომ მოვედით მამისეთ შემისანო კურთხევნო დაიკვირდეთ თქვენთვის გამზადებული სასმელ დასწრამდე ქვეყანისაი. ეს არის ჩვენი სასწრაფო დამოუკიდებელი მოვალეობა, ვალდებულება და სანამ სუყოფილი მოთხოვნილება გახდება ჩვენი, უნდა დავიწყოთ ვალდებულება. სხვათა შორის აი გუშინ ბოდიშკეკი ეს სიტყვი ბავშვმა ჩემმა შვილმა მკითხა რომ ადამიანმაო რომ მხოლოდ ესე იგი ისე იცხოვროს რომ ბოროტება არ ჩაიდინოს და ეკლესიურად იცხოვროს, მაგრამ სიკეთი არ აკეთოს. ცხოვრდება თუ არაო და აი თქვენი პასუხი, აი რაც ისაუბრეთ ეს იყო პასუხი ამ შეკითხვაზე. დიახ. მამა ირაკლი, კიდევ ერთი მომენტი რაც ვიცით ცნობებიდან გამომდინარე წმინდა იოანე მოწყალეს შესახებ არის ის რომ როდესაც შეძლებული ადამიანი ჩუქნის ძვირფას საჩუქარს მას უკან აბრუნებს ყიდის და შემდეგ ისევ ბრუნდება იგივე ადამიანისგან ეს საჩუქარი. აი სხვა კუთხით რომ განვიხილოთ დღევანდელ რეალობაში ეს მომენტი და რას გულისხმობ. არის შემთხვევები როდესაც კონკრეტული ადამიანებისგან არ გსურს მივიღოთ საჩუქარი, დახმარების ხელი, როდესაც გამოგვეწდება მათგან და მათგან სიკეთის ჩადენა. აი, რამდენად უნდა იყოს, რამდენად არის მნიშვნელოვანი, რომ ზოგადად დახმარების ხელი აუცილებლად ჩვენც დავახვედროთ ადამიანს, რომელიც ცდილობს, რომ რაღაც კუთხით დაგვეხმაროს და გვერდით დაგვიდგეს. თუმცა ჩვენი სიბრაზიდან გამომდინარე, რატომღაც ამპარტანებიდან ალბათ. სიბრაზე ამპარტანების გამოდის ხოლმე ხშირად. დიახ, რა თქმა უნდა, ხა ცხოვრებისეულია
ვერთო ყოველას მოგცეს წმინდა იოანე მოწყალისნაირის სულიერი სიმაღლე, როგორც რატომაც ის იქნოდა ამ საჩუქარზე, ის ეხლა ბერი იყო, არაფერში არ ჭირდებოდა, მართლა ბერულად ცხოვრობდა, ის ძვირფასი საბან საჩუქებს, როცა დიდებული მიბრძანა მასთან ლოცვა-კურთხევის დაენახოს თუ ძალიან შეუფერებელი, გაცვეთილი და ძველმანი საბანი აფარია კელიაში და ამიტომ გაუგზავნეს, მაგრამ ის როგორც ბერი, აი ამ საქმესაც კი გამოიყენებს მოწყალეს, რა თქმა უნდა, ხარჯგასმულია, რომ პირველ დღესო დაიფარებს, რომ იმას გული არ დაწყვეტოდა, რომ შეუწიროს. არ ადამიანი რო გწიროს, მაგრამ ჩვენც უნდა შევუწირო, არ შეიძლება ადამიანს მოწყალება დაუკავო. აი სასტოპირების გომალბაც ასეან მაგალითად, რა თქმა უნდა, ის არ უნდა მოითხოვდეს არავისგან შესაწირს, მაგრამ როცა სწირავენ, უნდა შეუწიროს, რადგან ის მისთვის მადლია. და ამიტომ ჩვენს გვევალება რომ რაც არ გინდა იყოს შევეცადოთ რომ იმ ადამიანს მოწყალება არ დაუკავოთ, არ გაუფუჭოთ, შეუწიროს ღმერთო და მე როგორც გვინდა ისე მოვაქცეთ, გნებავთ იოანესად მოვიქცეთ, გნებავთ შენს გამოიყენე, არც ეს არის დანაშაული, მაგრამ ეს კი ჩვენზეა დამოკიდებული. მაგრამ რა საუბარია მოწყალების ფორმა თქვენ თუ კარგად ახსენეთ, მაინც ბევრს ესმის რომ რაღაც ფულთან ასოცირდება და ცოტა გასაკვირია დღევანდელ რეალობაში, იცით რომ ქართველების ზნედა ჩოყოცარი ხელგაშილობა იყო და არის. ეს სულაც არ იყო დამოკიდებული მაინც ფინანსურ მდგომარეობას. და დღეს საუბრობენ ახლა რომ აი იმიტომ უჭირო თითქოს არ აქვს ისეთ შემოსავალი, არ არის ამაზე დამოკიდებული, ეგრე ერთმა დაიფაროს, ბევრს არ უჭირს. მაგრამ თუ ესეც იყო, რაღაც ეჭიროება ეს ფულით, ხო, მოწყალების მრავალნაირი სახე არსებობს, ადამიანის გვერდზე დგომა, ტკბილი სიტყვა, მისი გასაკეთებელი საქმის, აი თქვა შე რო იტვირთავ, ესეც მოწყალება არის. აი დღეს მაგალითად, ჩემი რილთაგანი არის, ღმერთმა დაალოცო, ჩემი ოჯახი სკოლაში წაიყვანა ბავშვები და მეუღლე და ღმერთმა ეს მოწყალება ჩემს მიმართ, მე არ მქონდა საშუალება აქ უნდა მოსულიყავი, ღმერთმა შეუწიოს. ასეთი რამეებიც მოწყალების მადლით არის გამშვალული, მაინც არ არის საჭირო რაღაცას თუ ფულადით ესეც გადასახადი და ტარიფი. მეტიც არის ივანე ოქროპირი ბრძანებს, რომ ვინც საკუთარი შემოსავალიდან მონაგრე არ გასცემს, იგი მტაცებელია. ეს ძალიან ყურადსაღები სიტყვები ხალხი ეკლესიის სვეტი ბურჯირო საუბრობს, რომ ადამიანს წესად უნდა გაიხადოს შემოსავალი ხელფასი აქვს თუ რამდენი თუ დღიური აქვს თუ თვიური შემოსავალი, უნდა ეცადოს რომ 10%-ია საუბარი ზოგადად, მაგრამ 10%-ს ვინ გასცემს? ვერა, ეს მათემატიკას შევეშვით ახალ აქმაში, ეს ძველ აქმაში უფრო კაცრად იყო ჯური და აბა არ გაიცათ, იმხელა შიში ქონათ, მაგრამ უფალმა თავისუფალ ნება მეტად წინ წამოწია და არ უთვლით არავის, მაგრამ ეს ფასთან ისას თუ შენ დადებით შეთვის სასიკეთოდ გამოიყენო, ხო? ეს ის თქმა მინდა რომ ჩვენ გვაქვს წმინდანების უამრავი წმინდანების ისტორია, საოცარი წმინდანობის ერთ-ერთი ალბათ მათთვის რაც გახდა გარანტი და ჯილდო რა რომ მათ ქონდა წესი, მაგათ იოაკიმიანა და ასეთები რამდენი იყვნენ წმინდა ეულოგიაში უცხო შეწარებელი და ასეთები, რომლებიც რო თავიანთ მონაგეს, მეუნაგირე, ავლიპი, ეხლა ხსენება თავიანთ შემოსავალს სამ ნაწილად ყოფდნენ, ერთი ეკლესიას, ერთი გლახაკებს, ერთი საკუთარი საჭიროებისგან მიხედვით. და ეს იყო ისეთი კურთხეული ცხოვრების წესი მათთვის, რომ არა მარტო არ აკლდებოდათ ბარაკა და დოვლათი, არამედ სული ცხონებაც გამოიწვით ამ ცხოვრებაზე და წმინდანებიც კი გახდნენ. იმხელა დიდი მადლი აქვს მოწყალების სათნოებას. ამდენს თუ იმისას თუ არ ჯერა წმინდანის ისტორია სწორია და წმინდანები არიან, სადაც და თვითონაც დარწმუნდება, რომ ძალიან დიდი მადლია თუ ასე მოიქცევა. მამა ირაკლი, აი ზოგი ესე ამბობს და არსებობს ესეთი მოსაზრებაც, რომ არ არსებობს უანგაროდ გაცემული მოწყალება და სიკეთე უანგაროდ, იმიტომ რომ შესაძლებელია ადამიანს ამოძრავებთ ის რომ ელოდება აპლოდისმენტებს, თქვა თავის გაკეთებული სიკეთის წილ, აღთის წინაშე უნდა რაღაცა მადლის მოპოვება და ამასაც ანგარებად უთვლიან ადამიანს. და მეორე მომენტი კიდევ ის რომ ზოგჯერ ადამიანი კი გასცემს, მაგრამ მე ისე ნერვიულობს და ისე დრტვინავს, ანუ რამდენად მნიშვნელოვანია რომ იმდენი გასცა რომ მე ამაზე შენ თვითონ აღარ დარდობდე. დიახ, ნუშოესთან ინდივიდუალური, აი ცხოვრების სეული ყველას გიკანახებთ, ღმერთი არ არსებობს, რომ არ გთხოვს ღმერთი მაინც რომ მართლა იმ ხელას სიმაღლეს როგორც იოანე მოწყალეს ქონდა, როგორც წმინდა იოაკიმ ანას ქონდა შეძლებიც და აქ არის საუბარი, უნდა გასცე უბრალოდ თუ ამ მადლის შეისწავლე და დაიწყებ მუშაკობას, მე ისე ისწავლე, შენთან გაგიკვირდება როგორც მოუმატებ გასაცემეს. თორე რა თქმა უნდა, ღმერთი კი არ საზღვრავს, აიმიტომაც მეათედი ახალ აქმაში ასე არ მუშაობს, რომ ღმერთი უყურებს გამცემის გულს. და ხიერულად გამცემი უყარს ღმერთს და არა მაინც და ესეთი ლაკანური სიტყვები წავეკითხე ერთ-ერთ წმინდა მამისა, რომ თუ პურსო გასემ
დანანებითა და წუხილით პურსაც დაკარგავ და ჯილდოსაც. ასე რომ ჯობია რომ ცოტა გასცედი, აი როგორც მეტი მაგალითად რა თქმა უნდა, ფრივის 2 სპილენძის მონეტა ღმერთმა როგორ შეიწირა და ხაზიც გაუსვა, ვიდრე ნამეტნავეჯაგან გაცემა და თავარია ჩვენ გავცეთ, როგორ გავცეთ, იმასაც ღმერთი გვასწავლეს. თუ იმას აი ეს მომენტი აქვს, რომ როგორ ანგარებაში არ ჩაუთვალო, რა თქმა უნდა, იესო ქრისტეს სიტყვებია სწავლება, სახარებისეულო, მარჯვენა მარჯვენა მარცხენა როგორ გასცენ, მარცხენა მარჯვენა დაფოლოში უნდა გასცენ, მაგრამ დღეს ცოტა თუ ეს ვეხრე ხდება და ესეთ გარმში უწევს ადამიანს გაცემა, რომ ბოდიში ანგარება ყვირის მისი მოწყალდა, მე ამისთვის ზოგი ცილსტამებს, ზოგი შევწყო საყის ამას ვერ იტევს. მაშინ მან მოიფიქროს და მოძებს ადამიანს სიბრძნე ქრისტიანს აქვს, რომ ისე გასცეს არის ამის საშუალება, რომ სულაც არ ახმაუროს თავის მოწყალება, თუ უნდა რომ ჯილდო არ დაკარგოს, თორე მერტის წინაშე მაინც არ დაიკარგება არანაირი მოწყალება, უფალი ისეთი მოწყალია. აგერ ჩვენ გვახსოვს პეტრე მეზვერე ყოფილის შემთხვევა ისეთი ძუნწი ადამიანი იყო მსგავსია იმ ქალაქში და სამხედროში არ იყო როცა მიცხოვრებდა ყვებიან რომ არა და მეზვერეთა მთავარი ხარკის სამხედრო უმდიდრესი ადამიანი და ერთ-ერთმა გლახაკმა დაიქადნაო რომ აი ნახეთო პეტრესგანო თუ მოწყალება არ მიიღო და დაცინეს იმისგან გამორიცხულიაო და ერთხელ როცა პეტრეს დატვირთული სურცად სანოვაგე მიქონო სახში ურემით ბევრი საჭმელ სასმელი და ეს გლახაკი გადაუდგა წინ მოსვენება არ დაუტოვა რომ დამეხმარე და პეტრე ვერავთ ვერ მოიშორა ხელების დაკვირვებულა ურემი მიაქვს და ბოლო-ბოლო რო არ მოეშვა გლახაკი არ სახლის კარებამდე ზიადგა და პური ესროლა ამ გლახაკს რომ მოეშორებინა და გლახაკი წამოვიდა და მაყოფილი რომ თავის სიტყვა აღასრულა და იმ პეტრეს საოცარი ხილვა აქვს იმ ასე ძუნწ ადამიანს იმ ღამეს რომ საკუთარ თავს იხილავს გარდაცვლის სამჯავროზია მისი საქმეების განსჯახდება ღვთისაგან და აქეთ ბოროტი ანგელოზი დემონები აქეთ სასწორზე ალაგებენ მის უამრავ ცოდვებს გაკეთებულ სუსიწუდეს და არ გაკეთებულ სიკეთეებსაც აყვედრიან და აქეთ სპინაზე არაფერი არ აღმოჩნდა დასადების სიკეთე და ანგელოზზე მოიტანენ მის ნასროლ პურს და პურსო დადებენ საწოლ სპინაზე ეს პური გადაწონის თელ მის სიცუდეს და როცა გამოიღო პეტრეს მიხვდება დიახ რაც განსწავლა გაკვეთილ ჩაუტარა ღმერთს ამის მერე საოცარი მოწყალ გახდება თავის თელ ქონებას გასცეს მოწყალე და კიდე უმაღლესი აი არ არის და ადამიანის პოტენცია სიბრძნეს არ აქვს დასასრული რა დონეზე მას სულიწნის მადლი შეეხო რომ საკუთარ თავსაც კი მონად გაყიდის და ამითაც მოწყალებას გასცემს და დიდი წმინდანი შეიქმნა მე სასწაულმოქმედ ნიჭი დაჯდოება ღვთისაგან ამიტომ ყველა შეუძლია საზომისა მისისა და რომ გასცეს მოწყალება საზომისი როგორია ჩვენ არ ვიცით მარტო ღმერთმა ვის რამდენი ტალანტი როგორი უნდა მოგცა და რო გაიგო რამდენი მოგცა უნდა დაიწყო ამის კეთება და ღმერთი გამოაჩენს და გვიკარნახებს. აი საუბრის ბოლოს მამა ირაკლი დაახლოებით 3 წუთი გვაქვს დარჩენილი სასაუბროდ რომ მადლიერების შესახებაც რომ ვისაუბროთ რამდენად მნიშვნელოვანია მადლიერება ჩვენს ცხოვრებაში პირველ რიგში უფლის მიმართ შემდეგ დარჩენილ საზოგადოების მიმართ ჩვენი ოჯახის წევრების მიმართ ნებისმიერი ადამიანის მიმართ თუნდაც არ დავეხმაროთ ერთმანეთს ხომ აი რაღაც მადლობის ნიშნად აუცილებლად უნდა გადავუხადოთ იმისათვის რომ რაღაცაში აუცილებლად ვეხმარებით ყოველთვის და გვეხმარებიან აუცილებლად ისე მადლიერება ახლა უდიდესი სათნოებაა მოწყალებასთან შედარება არ შეიძლება ყველაფერს თავის დიდი და ძალიან ადგილი აქვს ჩვენ სულიერ ცხოვრებაში, მაგრამ აი ჩვენ გვავიზდება ისე რომ დავაკავშირო მინდა მოწყალება და მადლიერება ერთ-ერთი მამა გამგვიმარტავს, აი მამა უჩვენოს შემთხვევას, მამა პური ჩვენი არსობისას ხოთ ღმერთს და პური არსობისა როგორაც ამ გაგებით თუ სხვა მრავალი გამარტება აქვს ამ პური არსობისა, თქვა ზიარების პური ციგულის ხომ, მაგრამ ერთ-ერთი გამარტება ესეთია რომ თქვა პური არსობისა რომ საჭმელი უჭირდება მოგვეცი ჩვენ დღეს ხო რომ ამ შივრები არ ვიყო და ამას ღმერთი გვისმენს ხო როგორ წესიო ღმერთი რომ გვისმენს სამჩევლო ცვას არსობისას კი არა ოდი გვაზიო ზედმეტობით თუ დავაკვირდები და ზედმეტს იმიტომ გაძგარა იმიტომ რომ მაგდენი გჭირდება რამდენჯერ უხვი წყალბა ღმერთს მოუღია ამ თუნდაც ამ ლოდის შედეგად ხო იმიტომ გაძეს რომ სხვასაც უნდა გავუნაწილო და ეს უნდა გაგვახსენდეს ყოველთვის და თავარია რომ მიხვდები ამას რომ ვისგან გეძრავ თუ და მამაუჩვენო შე რომ წვენით ილოცებ რატო ედრება რომ ხვდები ამით აღიარებ უნდა აღიარებ ერთმანეთს რომ ღმერთისგან გეძლევა ჯერ გათენებული დილა ჰაერი გონება სიცოცხლე და იმ საჭმელსაც ღმერთი გაძლევს რომ შენი არსებო და შენმა ოჯახმა და როგორ უხვებით გაძლევს ხანდახან დაუმსახურებლად იმის აი საქმე არ გაკეთებია მიასედიც რაც ღმერთმა ჯილდო წყალობა მოიღო აუცილებლად შენ გაგჭირდას მადლიერებით ღვთისადმი რომ ღმერთმა მოიღო წყალობა შენს გაგიჩნდება ბუნებრივად თუ ქრისტიანი ხარ თუ ადამიანი ხარ შენდობას ვითხოვ კაი გაგებით სულიერი გაგებით რომ ეს მადლიერება ღვთისადმი გამოგმართ სიტყვით კი არა ო გაიხარე ღმერთო მადლობა
შენც იზრუნო მოყვას როგორც შენზე ღმერთი ზრუნავს როგორც საკუთარ შვილზე და ასე ყველაფერი სწორად წარიმართება ხოლმე ჩვენ თუ ცხოვრებაში. გვინდა რომ ღმერთმა შეგვიწყალოს ჩვენც უნდა ვიყოთ მოწყალეები. დიახ, ვიყავთ მოწყალე, ამიტომ მამა თქვენი ზეცათა მოწყალეა. აი დიდებლად ნეტარებით დავასრულოთ მაშინ, უფალას ყირდება, მიც მოწყალე გახო მოწყალე გახდე ისე კი არა, ერთხელ გაჭირებული შეხვდება და სხვა გზა რო არ აქვს, პეტრესავით გასაკანს არ მოგცეს. ან რაღაცა დიახ, ან რაღაცა საახალწოდ მოაგროვებ და ერთხელ გაისე კი არა. მოწყალე თუ იქნებ ბუნებით, ანუ შენი თვისება თუ გახდება, როგორ ზოგადად მოწყალეს სუგასე მოწყალებას, ბრასყიდება ნახეთ, ნეტარი იყვნენ მოწყალენი. ამ თუ იგინე შეიწყალე, შენ რო შეიწყალებ, უფალით შეგიწყალე, საოცარი. კიდევ ერთხელ გილოცავთ წმინდა იოანე მოწყალეს ხსენების დღეს და დიდი მადლობა რომ ვიყავით ჩვენი სტუდიის სტუმარი დაგემშვიდობთ. დიდი მადლობა. მეც მადლობა. ნაძალადებში მდებარე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი ირაკლი კენკებაშვილი იყო ჩვენი სტუდიის სტუმარი.